მე ვთვლი, რომ ეს პასუხი პოტსდამის დეკლარაციის სრული მიღებაა, რომელიც განსაზღვრავს იაპონიის უპირობო კაპიტულაციას. 1945 წლის აგვისტოში იაპონია თითქმის დამარცხებული იყო. გერმანია, მისი მთავარი მოკავშირე მეორე მსოფლიო ომში, უკვე აღარ არსებობდა. იაპონიის მრავალი ქალაქი ასევე განადგურებული იყო უწყვეტი დაბომბების შედეგად. ასევე შეწყდა ბევრი საკვების, ნავთობის, იარაღისა და სხვა სამხედრო საჭიროებების მიწოდება. მაგრამ იაპონიის სამხედრო ძალების მთავარი ლიდერები მაინც არ ნებდებოდნენ. ისინი მზად იყვნენ თვით იაპონიის კუნძულები დაეცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი და სამოქალაქო შეიძლება დაღუპულიყო. აქ დაიწყო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა. რა იყო სინამდვილეში ის, რამაც იაპონია დანებებაზე აიძულა? ორი ატომური ბომბი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ჩამოაგდო, თუ საბჭოთა კავშირის მოულოდნელი ჩართვა ომში. ამაზე ისტორიკოსები დრემდე დაობენ. ზოგი ამბობს, რომ ატომური ბომბები იყო მთავარი მიზეზი, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ბომბებმა აჩვენა შეერთებულ შტატებს შეეძლო ერთი ბომბით იაპონიის ქალაქის მთლიანად განადგურება. სხვები კი მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირის თავდასხმაც ძალიან დიდი მიზეზი იყო. ეს მოხდა მაშინ, როცა იაპონია ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ მოსკოვი დაეხმარებოდა მათ შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან შეთანხმების მიღწევაში. იმისათვის, რომ გავიგოთ ეს დებატი, ჯერ უნდა დავინახოთ, რა მდგომარეობაში იყო იაპონია, სანამ პირველ ატომურ ბომბს ჩამოაგდებდნენ. 1945 წლის 8 მაისს ნაცისტური გერმანია დანებდა და ევროპაში დიდი ომი დასრულდა. მაგრამ აზიასა და წყნარ ოკეანეში ბრძოლა იაპონიის წინააღმდეგ კვლავ გრძელდებოდა. იაპონიას ჯერ კიდევ ეკავა რამდენიმე ტერიტორია ჩინეთში, კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. თუმცა მისი კონტროლირებადი ტერიტორიები სწრაფად მცირდებოდა. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაიბრუნეს მნიშვნელოვანი კუნძულები და სამხედრო ბაზები. ამერიკულმა დალებმა ასევე აიღეს ივო-ჯიმა და ოკინავა. ოკინავა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ახლოს მდებარეობდა იაპონიის მთავარ კუნძულებთან. მისი გამოყენება შეიძლებოდა როგორც ბაზა უფრო მასშტაბური შეჭრისთვის. ამიტომ იაპონიის ლიდერებმა იცოდნენ, რომ მათი ქვეყნის პირდაპირი შეჭრა უკვე შესაძლებელი იყო. თუმცა ისინი ძლიერი თავდაცვისთვის ემზადებოდნენ. მათ შეკრიბეს ჯარები, თვითმფრინავები, იარაღი და ასევე სამოქალაქო პირები, რომლებიც ბრძოლაში დახმარებას შეძლებდნენ. მათი გეგმა იყო, რომ იაპონიაზე თავდასხმა მტრისთვის ძალიან დიდი მსხვერპლი დაჯდომოდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ თუ ძალიან ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპებოდა, შეერთებული შტატები შეიძლება დათანხმებულიყო უფრო რბილ პირობებს. იაპონიის ზოგიერთ ლიდერს სურდა ომის დასრულება. მაგრამ ისინი არ აპირებდნენ უპირობოდ დანებებას. მთავრობაში უკვე იყვნენ ადამიანები, ვინც იცოდნენ, რომ თითქმის შეუძლებელი იყო მათი გამარჯვება. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი კანტარო სუძუკი, რომელიც იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელი იყო ომის ბოლო თვეებში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას სურდა ბრძოლის დასრულების გზა ეპოვა, ის მზად არ იყო მტრის ყველა მოთხოვნის დაუყოვნებლივ მისაღებად. იაპონიის ლიდერებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ იმპერატორი ჰიროჰიტო დარჩებოდა. ჰიროჰიტო იყო იმპერატორი და ქვეყნის სიმბოლური ლიდერი. იმ დროის ბევრი იაპონელისთვის ის მხოლოდ ჩვეულებრივი მეფე ან პოლიტიკური ლიდერი არ იყო. ხალხს მის მიმართ ძალიან ღრმა პატივისცემა და ერთგულება ჰქონდა. ამიტომ იაპონიისთვის დიდი პრობლემა იყო სიტყვები უპირობო კაპიტულაცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი დანებდებოდნენ გარანტიის გარეშე თუ რა მოუვიდოდა იმპერატორს, მთავრობას და მათ სამხედრო ლიდერებს. კიდევ ერთი პრობლემა იყო, რაც გადაწყვეტილების მიღებას აფერხებდა. იაპონიაში გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი არ იღებდა. არსებობდა 6 ყველაზე ძლიერი ლიდერის ჯგუფი, რომელსაც დიდი 6-ეული ეწოდებოდა. ამ ჯგუფში შედიოდნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ომის მინისტრი, საზღვაო ძალების მინისტრი და არმიისა და საზღვაო ძალების უმაღლესი ლიდერები. ჯგუფი გაყოფილი იყო. ზოგიერთი მათგანი მშვიდობის გზების პოვნას ცდილობდა. სამხედრო ლიდერები კი ბრძოლას აგრძელებდნენ მანამ, სანამ მტერი უკეთეს პირობებს არ შესთავაზებდა. რადგან ისინი გაყოფილი იყვნენ, რთული იყო მკაფიო და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ამავე დროს იაპონია ცდილობდა დახმარებას თხოვა საბჭოთა კავშირს. იმ დროს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ პირდაპირ არ იბრძოდა იაპონიის წინააღმდეგ. ტოკიო იმედოვნებდა, რომ მოსკოვი შეიძლება შუამავალი გამხდარიყო შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში. მაგრამ იაპონიის ლიდერებმა არ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირს უკვე ჰქონდა შეთანხმება თავის მოკავშირეებთან. 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა პირობა დადო, რომ ომში იაპონიის წინააღმდეგ ჩაერთვებოდა. რამდენიმე თვეში, გერმანიის დამარცხების შემდეგ, ამის სანაცვლოდ საბჭოთა კავშირი ელოდა, რომ მანჯურიაში უფრო დიდ გავლენას მოიპოვებდა და მიიღებდა სამხრეთ-სახალინსა და კურლის კუნძულებს. ეს ნიშნავს, რომ მაშინ, როცა იაპონია სტალინისგან მშვიდობის მოლაპარაკებებში დახმარებას ელოდა, საბჭოთა სამხედროები ფარულად ემზადებოდნენ მათი ძალების აზიაში დასატყმელად. 1945 წლის ივლისში ბერლინთან ახლოს, პოტსდამში, მოკავშირე ლიდერები შეიკრიბნენ.
იქ იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, იქვე იმყოფებოდა საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინიც და ბრიტანეთის ლიდერები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მათ გაგანიხილეს, იყო თუ როგორ დაესრულებინათ ომი იაპონიის წინააღმდეგ. კონფერენციის მიმდინარეობისას ტრუმენმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი შეწყობინება შეერთებული შტატებიდან. ატომური ბომბის პირველი გამოცდა წარმატებით დასრულდა. მას ტრინიტის ტესტი ეწოდა. ის ჩატარდა 1945 წლის 16 ივლისს ნიუ-მექსიკოში. ეს ბომბი შეიქმნა მანჰეტენის პროექტის ფარგლებში, რომელიც იყო შეერთებული შტატების საიდუმლო და მასშტაბური პროგრამა ახალი ტიპის იარაღის შესაქმნელად. ეს არ იყო ჩვეულებრივი ბომბი, ის იღენებს ბირთვულ რეაქციას, რათა რამდენიმე წამში გამოუშვას უზარმაზარი ენერგია. წარმატებული ტესტის შემდეგ ამერიკის მთავრობამ უკვე იცოდა, რომ მას ჰქონდა იარაღი, რომელიც ყველა მანამდე გამოყენებულ ბომბზე ძლიერია. 24 ივლისს ტრუმანმა სტალინს უთხრა, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდა ახალი იარაღი, განსაკუთრებული ძალით. მან დეტალები სრულად არ აუხსნა, მაგრამ სტალინმაც უკვე იცოდა ატომური პროექტის შესახებ, რადგან საბჭოთა დაზვერვა საიდუმლო ინფორმაციას იღებდა პროგრამის შიგნიდან. 2 დღის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ჩინეთმა დამოაქვეყნეს პოცდამის დეკლარაცია. მან უბრძანა იაპონიას დაეთმო თავისი ყველა შეიარაღებული ძალა. თუ იაპონია უარს იტყოდა, დეკლარაცია აფრთხილებდა, რომ ქვეყანა სწრაფ და სრულ განადგურებას შეხვდებოდა. საბჭოთა კავშირმა ხელი არ მოაწერა, რადგან ის ჯერ კიდევ ნეიტრალური იყო ომში იაპონიის წინააღმდეგ. იმ დღეს, როდესაც დოკუმენტი გამოქვეყნდა, იაპონიის ხელმძღვანელობა კვლავ გაიყო, ზოგიერთი მათგანი ითხოვდა უფრო მკაფიო განმარტებას, განსაკუთრებით იმპერატორის მომავალთან დაკავშირებით, სხვები კი დეკლარაციის უარყოფას ემხრობოდნენ. ბოლოს იაპონია მაშინვე არ მიიღო მოთხოვნილი კაპიტულაცია. პრემიერ-მინისტრმა სუძუკიმ გამოიყენა იაპონური სიტყვა, რომელსაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დროებით არ მიაქცევენ ყურადღებას, ან კომენტარს არ გააკეთებენ, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ეს უარად აღიქვა. ამ დროს ატომური ბომბი უკვე მზად იყო. 1945 წლის 6 აგვისტოს დილით ამერიკული ბომბდამშენი B-29 სახელად ენოლა გეი აფრინდა. მისი სამიზნე იყო ჰიროშიმა. ჰიროშიმა შემფოითი ქალაქი არ იყო. ის მნიშვნელოვანი სამხედრო და საკომუნიკაციო ცენტრი იყო. იქ იყო სამხედრო შტაბები, მომარაგების ობიექტები და განლაგებული იყვნენ ჯარისკაცები. მაგრამ ეს ასევე იყო დიდი ქალაქი, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა. დილით დაახლოებით 8-15 საათზე ენოლა გეიმ ჩამოაგდო ატომური ბომბი სახელად Little Boy. ის აფეთქდა ჰაერში, ქალაქის ზემოთ 100 მეტრზე. ხოდ რამდენიმე წამში გაჩნდა ძალიან ძლიერი სინათლე და სიცხე. შემდეგ მოხდა შოკური ტალღა, რომელმაც დაანგრია სახლები, შენობები, სკოლები, მაღაზიები და გზები. ბევრი ადამიანი, რომელიც აფეთქების ცენტრთან ახლოს იყო, მაშინვე დაიღუპა. სხვებმა მიიღეს მძიმე დამწრობები, ჩრილობები და რადიაციის ზემოქმედება. შეფასებით 10,000 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის დღესვე. კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა მომდევნო კვირებში, თვეებსა და წლებში მათი ჭრილობებისა და რადიაციის ზემოქმედების შედეგად. აშშ-ის ეროვნული არქივის მიხედვით, შესაძლოა თითქმის 70,000 ადამიანი მაშინვე დაიღუპა. მაშინ, როცა ცენტრიდან დაახლოებით 1 მილას რადიუსში თითქმის ყველა შენობა განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. იაპონიის მთავრობა მაშინვე ვერ გაიგო რა მოხდა. ჰიროშიმასთან კომუნიკაცია გაწვდა. თავდაპირველად ტოკიოში მხოლოდ მცირე და არა კონკრეტული ინფორმაცია მივიდა. სამხედროებმა ხალხიც კი გაგზავნეს, რათა გაეგოთ რატომ გაჩუმდა უცებ მთელი ქალაქი. როცა მივიდნენ, ნახეს განადგურების მასშტაბი. მხოლოდ 1 ბომბი იყო გამოყენებული, მაგრამ იმან ისეთი ზიანი მიაყენა, თითქოს უზარმაზარი საჰაერო იერიში ყოფილიყო. აფეთქების შემდეგ პრეზიდენტმა ტრუმანმა გამოაცხადა, რომ ჰიროსიმაში ატომური ბომბი გამოიყენეს. მან თქვა, რომ იაპონიას უკვე მიეცა კაპიტულაციის შანსი პოცდამის დეკლარაციის საშუალებით. მან ასევე გააფრთხილა, რომ კიდევ უფრო მეტი თავდასხმა შეიძლება მოხდეს, თუ იაპონიის მთავრობა უარის თმას გააგრძელებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჰიროსიმა განადგურდა, იაპონია მაშინვე არ დანებდა. მისი მთავარი ლიდერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ. ზოგიერთი მათგანი მაინც ფიქრობდა, რომ ომი უნდა გაგრძელებულიყო. და სანამ ისინი განიხილავდნენ, როგორ ეპასუხათ ამ იარაღზე, რომელსაც ჯერ კიდევ სულად ეხდებოდნენ, კიდევ ერთი უზარმაზარი საფრთხე ახლოვდებოდა. ქვეყანა, რომლისგანაც მშვიდობის მოლაპარაკებებში დახმარებას ელოდნენ, ომში მათ წინააღმდეგ ჩასართავად ემზადებოდა. 3 დღის შემდეგ, რაც ჰიროსიმა განადგურდა, იაპონიას ერთდროულად 2 ახალი დარტყმა მიადგა. ერთი მათგანი კიდევ ერთი ატომური ბომბი იყო. მეორე კი საბჭოთა კავშირის ომში ჩართვა იყო. 1945 წლის 8 აგვისტოს ნაოტაკე სატო, იაპონიის ელჩი მოსკოვში, ჩავიდა, რათა მშვიდობის მოლაპარაკებებში დახმარება ეთხოვა. მაგრამ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მას დახმარება არ გაუწია. ამის ნაცვლად მოლოტოვმა აცნობა, რომ საბჭოთა კავშირი იაპონიას ომს გამოუცხადებდა, ეს იაპონიის მთავრობისთვის დიდი დარტყმა იყო.
საბჭოთა კავშირი იყო ბოლო ქვეყანა, რომლისგანაც ისინი ელოდნენ, რომ შეეძლო შუამავლობა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში. ეხლა კი ეს გეგმაც ჩავარდა. ის, ვისაც შუამავლად მოიაზრებდნენ, ეხლა მათი მტერი გახდა. აგვისტოს 9-ისთვის მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარი შეიჭრა მანჯურიაში, ჩინეთის დიდ ნაწილში, რომელიც მაშინ იაპონიის კონტროლის ქვეშ იყო. იქ იყო განლაგებული კვანტუნის არმია, იაპონიის დიდი ძალა, რომელიც მანჯურიაში იყო დანიშნული. საბჭოთა ძალები ერთდროულად დაესხნენ თავს სხვადასხვა იმართულებიდან, ტანკების, артиლერიის, ფრთფრინავებისა და სწრაფი ქვეითი დანაყოფების გამოყენებით. კვანტუნის არმიამ ვერ შეძლო მათი შეჭერება. მისი საუკეთესო ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის დიდი ნაწილი უკვე გადაყვანილი იყო სხვა ადგილას თავდასხმამდე. ამის გამო საბჭოთა ძალებმა სწრაფად გაარღვიეს მათი დაცვა. მანჯურია იაპონიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქ იყო ბევრი ჯარისკაცი, სამხედრო ბაზა, ქარხნები, რკინიგზა და მარაგები. თუ ეს ტერიტორია დაიკარგებოდა, იაპონია დაკარგავდა დიდ ტერიტორიას და ძალას, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო გამოეყენებინა. კიდევ ერთი რა მაშინებდათ იაპონიის ლიდერებს. თუ საბჭოთა შეტევა გაგრძელდებოდა, მათი არმია ასევე შეძლებდა კორეასა და იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მისვლას. ეს ნიშნავს, რომ იაპონია შეიძლება სხვადასხვა ქვეყანამ დააყოს და დაიკავოს, როგორც ეს გერმანიას დაემართა. იმ დღესაც იაპონიის უმაღლესი ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი კვლავაც გაყოფილნი იყვნენ გადაწყვეტილებაში. სამოქალაქო ლიდერები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი შიგენორი ტოგო, მზად იყვნენ მიეღოთ პოცდამის დეკლარაცია, თუ იმპერატორი ჰიროჰიტო დარჩებოდა. მაგრამ სამხედრო ლიდერების უმრავლესობა უფრო მკაცრ პირობებს მოითხოვდა. ისინი არ აპირებდნენ, რომ იაპონია უცხოელმა ჯარებმა დაეკავებინათ. ისინი სურდათ, რომ იაპონიას თავად გაიარაღებინა საკუთარი არმია. ასევე სურდათ, რომ იაპონიის ხელისუფლებას ეხელმძღვანელა ომის დანაშაულში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესებზე. მოკლედ ვთქვათ, მათ სურდათ ომის დასრულება, მაგრამ არ სურდათ, რომ მოწინააღმდეგეებისთვის იაპონიაზე სრული კონტროლი გადაეცათ. სანამ ისინი ვერ თანხვდებოდნენ, კიდევ ერთი ამბავი მოვიდა. 9 აგვისტოს ამერიკულმა B-29 ბომბდამშენმა სახელად ბოქსკარი ნაგასაკიზე ჩამოაგდო ატომური ბომბი, რომელსაც ფეთმენი ერქვა. თავდაპირველი სამიზნე კოკურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ღრუბლებითა და კვამლით იყო დაფარული. ამიტომ ბომბდამშენი ნაგასაკიზე გადავიდა. ბომბი ქალაქის ზემოთ აფეთქდა. დაახლოებით 35,000-დან 40,000-მდე ადამიანი მაშინვე დაიღუპა. ანაფეთქებიდან მალევე კიდევ 1000-ობით ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა ჭეილობებების, დამწრობებისა და რადიაციის გამო. მხოლოდ რამდენიმე დღეში 2 ქალაქი განადგურდა. ამავდროულად საბჭოთა კავშირი სწრაფად უტევს იაპონიის ძალებს მანჯურიაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ასეთი მძიმე იყო, თავარი ლიდერების ხმები მაინც გათანაბრებული იყო. რადგან ისინი ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მათ იმპერატორ ჰიროჰიტოს მიმართეს საბოლოო სიტყვისთვის. ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ იმპერატორი პირდაპირ არ ერევა ასეთ დებატებში, მაგრამ ამჯერად მან თქვა, რომ ომი უნდა დასრულდეს. ის თვლიდა, რომ თუ ეს გაგრძელდებოდა, მთელი ქვეყანა განადგურდებოდა და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე დაიღუპებოდა. ის დათანხმდა პოცდამის დეკლარაციის მიღებას. ერთი პირობით, რომ მისი იმპერატორის პოზიცია არ უნდა გაეუქმებინათ. 10 აგვისტოს იაპონიამ ეს შეთავაზება გაუგზავნა შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს. მათ პირდაპირი გარანტია არ მისცეს, რომ იმპერატორი სრულ ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. მათ განაცხადეს, რომ კაპიტულაციის მომენტიდან იმპერატორი და იაპონიის მთავრობა მოკავშირეთა სარდლის ძალაუფლებას დაექვემდებარებოდნენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ იაპონიის მომავალი მთავრობა დამოკიდებული იქნება იაპონელი ხალხის ნებაზე. ფაქტობრივად ომის შემდეგ ჰიროჰიტო იმპერატორად დარჩა, მაგრამ მას აღარ ჰქონდა კონტროლი სამხედრო ძალასა და მთავრობაზე. ის გახდა სიმბოლური ლიდერი იაპონიის ახალი სისტემის ქვეშ. ზოგიერთი სამხედრო ოფიცერი ჯერ კიდევ არ ეთანხმებოდა კაპიტულაციას. გამოსვლის წინა ღამეს რამდენიმე ახალგაზრდა ოფიცერმა სცადა იმპერატორის გზავნილის შეჩერება. ისინი შევიდნენ საიმპერატორო სასახლეში და ეძებდნენ მისი კაპიტულაციის სიტყვის ჩანაწერს. იმედოვნებდნენ, რომ გაანადგურებდნენ მას და ომს გააგრძელებდნენ, მაგრამ მათი გადატრიალება წარუმატებელი არ მოხდა. 15 აგვისტოს ბევრმა იაპონელმა პირველად მოისმინა იმპერატორ ჰიროჰიტოს ხმა რადიოში. იმედით, რომ მან პირდაპირ არ გამოიყენა სიტყვა დანებება, მაგრამ მესიჯი ნათელი. იაპონია მიიღებს მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს და შეწყვეტს ომს. 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის წარმომადგენლებმა ტოკიოს ყურეში ხომალდ USS მისურიზე ოფიციალურად მოაწერეს ხელი კაპიტულაციის აქტს. იქ ოფიციალურად დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ რჩება დიდი კითხვა.
რატომ აიესჩია შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბის გამოყენება? ამერიკის მთავრობის მთავარი განმარტება მარტივია. მათ სურდათ ომის სწრაფად დასრულება, იაპონიაში მასშტაბური შეჭრის თავიდან აცილება. კიდევ მანამდე, სანამ ატომური ბომბი მზად იქნებოდა, ამერიკის სამხედროები ამზადებდნენ გეგმას იაპონიის მთავარ კუნძულებზე შესაჭრელად. სრული გეგმა ეწოდებოდა ოპერაცია დაუნფოლი. მას ორი მთავარი ნაწილი ჰქონდა. პირველი იყო ოპერაცია ოლიმპიკი. ამ გეგმის მიხედვით მოკავშირე ჯარები კიუშუზე უნდა გადმოსხულიყვნენ 1945 წლის ნოემბერში. თუ ისინი იქ ბაზებს დაიკავებდნენ, შემდეგი იქნებოდა ოპერაცია კორონეტი. ეს იყო დიდი შეტევა ტოკიოს მახლობლად 1946 წელს. მაგრამ იაპონიამ იცოდა, რომ შემოჭრა ახლოვდებოდა. ამიტომაც მან შექმნა საკუთარი თავდაცვა, რომელსაც კეცუგო ეწოდებოდა. იაპონელმა მეთაურებმა იცოდნენ, რომ მთლიანად შეერთებული შტატების დამარცხება რთული იქნებოდა. მათი გეგმა იყო, რომ შემოჭრა მაქსიმალურად გაერთულებინათ და სისხლიანი გაეხადათ. ისინი განათავსებდნენ უამრავ ჯარისკაცს, თვითფრინავს, თვითფრინავებს და სამოქალაქო დამკვირვებლებს. ეს ყველაფერი იმ ადგილების დასაცავად, სადაც მოკავშირე ჯარები შეიძლება გადასულიყვნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ თუ ამერიკას ძალიან დიდი დანაკარგები ექნებოდა, მას მოუწევდა იაპონიისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებზე შეთანხმება. ამ გეგმაზე შეერთებულ შტატებს ნამდვილად ჰქონდა შიში საფუძველი. ივო-ჯიმასა და ოკინავაზე ამერიკულმა ძალებმა იხილეს, თუ რამდენად გამძლედ იბრძოდა იაპონიის არმია. მიუხედავად იმისა, რომ დამარცხება აშკარა იყო. მხოლოდ ოკინავაზე 10,000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ან გაუჩინარდა, ხოლო 10,000-ობით დაიჭრა. იაპონიის მხარესაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. არ არსებობს ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპებოდა იაპონიაში შეჭრის შემთხვევაში. შეფასებები განსხვავებულია, რადგან დაგეგმავლებმა ჯერ არ იციან, რამდენ ხანს გასტანს ბრძოლა, რამდენად ძლიერი იქნება რეალური დაცვა და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ჩაერთვება. ზოგიერთი შეფასება უფრო დაბალია. ასევე არსებობს შეფასებები, რომ თუ ოპერაცია დიდ ხანს გაგრძელდებოდა, ამერიკელთა დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 100,000 მიაღწევდა. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ზუსტი რიცხვი, თავარია, რომ ამერიკელი ლიდერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შეჭრა ძალიან სისხლიანი იქნებოდა. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენისთვის ატომური ბომბი იყო საშუალება, რომ ომი დაესრულებინა მანამდე, სანამ შეჭრის დაწყება გახდებოდა საჭირო. საზოგადოებიდანაც იყო ზეწოლა. ამერიკა დააღლილი იყო მრავალწლიანი ომის შემდეგ. ოჯახებს სურდათ, რომ მათი ჯარისკაცები სახლში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მათ არ სურდათ იაპონიისთვის შეღავათიანი პირობები მიეცათ. პერლ-ჰარბორისა და წყნარ ოკეანეში ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ამიტომ იმ ისტორიკოსებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ძირითად ახსნას, ბომბები გამოიყენეს იმისთვის, რომ იაპონია აეძულებინათ დაუყოვნებლივ თანებებაზე და თავიდან აეცილებინათ მეტი მსხვერპლი ორივე მხარეს. მაგრამ არიან სხვა ისტორიკოსებიც, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები, რომ ეს მხოლოდ ერთადერთი მიზეზი იყო. მათთვის შეერთებული შტატები უკვე ფიქრობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ პრობლემაზე, საბჭოთა კავშირს. მანამდე, სანამ ატომური ბომბის წარმატებული გამოცდა მოხდებოდა, ამერიკას ჯერ კიდევ სურდა საბჭოთა ძალების დახმარება იაპონიის წინააღმდეგ. მაგრამ როდესაც ტრუმენმა გაიგო, რომ ახალი არარი მუშაობდა, მას ნაკლებად დასჭირდა სტალინის დახმარება. თუ იაპონია დანებდებოდა, მანამდე სანამ საბჭოთა კავშირი აზიის დიდ ნაწილს დაიკავებდა, მოსკოვის გავლენა ომის შემდეგ უფრო მცირე იქნებოდა. ამიტომაც ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ ატომური ბომბი მხოლოდ იაპონიის წინააღმდეგ იარაღი არ იყო. ეს ასევე იყო გზა, რომ საბჭოთა კავშირისთვის ეჩვენებინათ შეერთებული შტატების ახალი ძალა. მაგრამ ასევე არ არის საკმარის იმის თქმა, რომ ბომბი მხოლოდ მოსკოვის შესაშინებლად გამოიყენეს. იმ დროს ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა. იაპონია ჯერ არ დანებებულა. ამერიკის სამხედროები ჯერ კიდევ გეგმავდნენ შეჭრას. და შეერთებულ შტატებსაც არ ქონდა დარწმუნებული, რომ ერთი ატომური ბომბი საკმარისი იქნებოდა იაპონიის ხელმძღვანელობის იძულებისთვის. ამიტომ ნამდვილი მიზეზი უფრო რთულია. ამერიკა სურდა, რომ ომი მალე დასრულებულიყო. მას სურდა შეჭრის თავიდან აცილება. ამასთან ერთად ის უკვე ფიქრობდა, ვინ ექნება ძალაუფლება აზიაში, როდესაც იაპონია საბოლოოდ დამარცხდებოდა. მაგრამ იმის გასაგებად, თუ რომელი იყო კაპიტულაციის მთავარი მიზეზი, საჭიროა შევხედოთ არა მხოლოდ იმას, რას ფიქრობდა შეერთებული შტატები. საჭიროა გავიგოთ, რის ყველაზე მეტად ეშინოდათ იაპონიის ლიდერებს. ატომური ბომბები, საბჭოთა კავშირის შეჭრა, თუ ამ ორი საფრთხის ერთდროული გამოჩენა, რომელსაც ისინი ვეღარ აკონტროლებდნენ. სწორედ აქ განსაკუთრებით მწვავდება დებატი. რატომ დააჩქარა შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბის გამოყენება? თუ საბჭოთა კავშირიც ისედაც აპირებდა ომში ჩართვას. ზოგი ისტორიკოსის თქმით, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს სურდა, ომი დასრულებულიყო მანამდე, სანამ საბჭოთა კავშირი აზიაში უფრო დიდ კონტროლს მოიპოვებდა. თავდაპირველად ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა სამხედრო დახმარება. მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველი ატომური ბომბის ტესტი წარმატებით ჩატარდა, ტრუმენს უკვე სხვა გზა ჰქონდა, რომ იაპონია კაპიტულაციაზე ეიჯულებინა.
ამერიკის მთავრობა ასევე შიშობდა საბჭოთა ლიდერ იოსებ სტალინის მზარდ ძალაუფლებას. გერმანიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი დაიკავა. შეერთებული შტატები შიშობდა, რომ იგივე შეიძლება აზიაშიც მომხდარიყო. თუ საბჭოთა არმია ღრმად შეიჭრებოდა მანჯურიაში, კორეასა და იაპონიის კუნძულებზე, მას შეეძლო მოეთხო საკუთარი წილი რეგიონის ოკუპაციასა და მარხვაში. ამიტომ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ატომური ბომბის გზავნილი მხოლოდ იაპონიისთვის არ იყო განკუთვნილი. ამან ასევე აჩვენა საბჭოთა კავშირს, რომ ამერიკას ახალი იარაღი ჰქონდა, რომელსაც იმ დროს ვერავინ შეედრებოდა. თუმცა ყველა ისტორიკოსი ამას არ ეთანხმება. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ატომური ბომბის მთავარი მიზანი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშინება იყო. ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, იაპონია არ დანებებულა და ორივე მხარე კვლავ ემზადებოდა შესაძლო შეჭრისთვის. ასევე არსებობს დებატები პოტსდამის დეკლარაციასთან დაკავშირებით. მანამდე სანამ ატომურ ბომბს ჩამოაგდებდნენ, რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირს სურდა იაპონიისთვის მკაფიოდ ეთქვა, რომ კაპიტულაციის შემდეგ იმპერატორს დარჩენის საშუალება ექნებოდა. მათ იცოდნენ, რომ იმპერატორი ჰიროჰიტო ძალიან მნიშვნელოვანი იყო იაპონელი ხალხისა და მთავრობისთვის. მაგრამ ეს დოკუმენტში მკაფიოდ არ ჩაწერილა. ზოგი ისტორიკოსის აზრით, თუ ამერიკა მაშინვე დაარწმუნებდა იაპონიას, რომ იმპერატორი დარჩებოდა, შეიძლება იაპონია უფრო ადრე დანებებულიყო. მაგრამ სხვა ისტორიკოსების აზრით ეს მაინც გარანტირებული არ იყო. აქ იაპონიის სამხედროებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ამერიკა სუსტდება და მათ კიდევ უფრო მეტი პირობის მოთხოვნა შეუძლიათ. იაპონიის მკაცრმა სამხედრო ლიდერებმაც არაჩვენეს, რომ მზად იყვნენ დანებებისთვის აგვისტოს მოვლენებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალაქი განადგურებული იყო და მარაგები აღარ ყოფნიდათ და მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ბლოკადა ძალიან მკაცრი იყო, ისინი მაინც ბრძოლას აგრძელებდნენ. ამიტომ უბრუნდებით ყველაზე მთავარ კითხვას. რა შეცვალა სინამდვილეში იაპონიის აზრი? დისკუსიის ერთი მხარისთვის ატომური ბომბები იყო მთავარი მიზეზი. ჰიროსიმამ და ნაგასაკიმ აჩვენეს, რომ ამერიკას შეეძლო მთელი ქალაქის განადგურება მხოლოდ ერთი ბომბით. იაპონიის ლიდერებმა არ იცოდნენ, კიდევ რამდენი ბომბი ჰქონდა შეერთებულ შტატებს. მათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ შემდეგ იქნებოდა ტოკიო ან სხვა დიდი ქალაქები. ისინიც იცოდნენ, რომ ასეთი იარაღის წინააღმდეგ არანაირი დაცვა არ ჰქონდათ. თუნდაც გაეგზელებინათ გეცუგოს თავდაცვის გეგმა, ამერიკას შეეძლო ჯერ მათი ქალაქების დაბომბვა, სანამ შეჭრა დაიწყებოდა. ასევე ნათელია, იმპერატორ ჰიროჰიტოს გზავნილი და რომ მისი გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ახალმა ბომბმა განსაკუთრებული ძალით. მას სურდა აეცილებინა კიდევ ერთი ქალაქის განადგურება და მთელი ქვეყნის საბოლოო განადგურება. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირის ჩართვამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა. მანამდე იაპონია იმედოვნებდა, რომ მოსკოვს შუამავლად გამოიყენებდა. მათ გეგმავდნენ მოეთხოვათ მშვიდობის შეთანხმება, რომელიც უფრო მსუბუქი იქნებოდა ვიდრე უპირობო კაპიტულაცია. როდესაც საბჭოთა კავშირმა ომი გამოაცხადა, ეს იმედი საბოლოოდ გაქრა. მოსკოვი ვეღარ იქნებოდა შუამავალი, რადგან უკვე მპერი გახდა. იაპონელი ლიდერებისთვის კიდევ უფრო საშიში იყო იმის შესაძლებლობა, რომ საბჭოთა არმია თავად იაპონიის კუნძულებზე შესულიყო. თუ ეს მოხდებოდა, ქვეყანა შეიძლება გერმანიის მსგავსად გაყოფილიყო. ასევე კომუნიზმი შეიძლება გავრცელებულიყო და იმპერატორი და მისი ოჯახი საბოლოოდ გაქრებოდნენ. ამ ისტორიკოსებისთვის იაპონიის სამხედროებს შეეძლოთ ამ ყველაფრის ატანა. ქალაქების განადგურება მათთვის ასატანი იყო, რადგან ბევრი ქალაქი უკვე განადგურდა ჩვეულებრივი დაბომბების შედეგად. 1945 წლის მარტში ამერიკელმა ბომბდამშენებმა ტოკიოს დიდი ნაწილი დაწვეს. მხოლოდ ერთ ღამეში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ატომური ბომბი უჩხეულო და ბევრად ძლიერი იყო, იაპონიის ლიდერებისთვის მასობრივი განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი ახალი აღარ იყო. საბჭოთა კავშირის შეჭრამ გაანადგურა მათი დარჩენილი სამხედრო და პოლიტიკური გეგმა. აღარ დარჩა შუამავალი. ახალი დიდი არმია უტევს ჩრდილოეთიდან და არსებობს საფრთხე, რომ მათი ქვეყანა ორი სხვადასხვა ზესახანწიფოს მიერ ოკუპირებული იყო. მაგრამ ძნელია ითქვას, რომ ატომურ ბომბებს დიდი გავლენა არ ჰქონდათ. ჰიროსიმას შემდეგ ლიდერებს, რომლებსაც კაპიტულაცია სურდათ, უკვე ჰქონდათ მიზეზი ეთქვათ, რომ იაპონიამ ჩვეულებრივი მარცხლი არ განიცადა. ისინი დამარცხდნენ იარაღით, რომლის შექმნაც ან შეჩერებაც მათ ქვეყანას ჯერ არ შეეძლო. ამან სამხედროებს დაეხმარა, მიევოთ კაპიტულაცია, ისე რომ პირდაპირ არ ეთქვათ, თითქოს ისინი მხოლოდ ჩვეულებრივ ბრძოლაში დამარცხდნენ. სხვა სიტყვებით ვთქვათ, ამ ორ მოვლენას შეიძლება განსხვავებული შედეგი ჰქონოდა. საბჭოთა კავშირის შეჭრამ იაპონიის ბოლო სტრატეგია გაანადგურა. ამასობაში ატომურმა ბომბებმა მკაფიო და შემაძრწუნებელი მიზეზი მისცა ომი დაუყოვნებლივ დაესრულებინა. ასევე არსებობს კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ომი დასრულებულიყო ატომური ბომბების გამოყენების გარეშე. შეიძლებოდა ამერიკას გაეგზელებინა საზღვაო ბლოკადა და ჩვეულებრივი დაბომბვები, მაგრამ ეს მშვიდობიანი ვარიანტი არ იქნებოდა.
ბევრი იაპონელი მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლებოდა შიმშილით, ხანძრით, ავადმყოფობით და განგრძობით საჰაერო დაბომბვებში დაღუპულიყო. ასევე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მკვლელობები ჩინეთში, კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იაპონიის კონტროლქვეშ იყო. ასევე შეიძლებოდა ამერიკას დაეცადა საბჭოთა კავშირის შეჭრის სრული ეფექტი. მაგრამ არსებობდა რისკი, რომ საბჭოთა კავშირის კონტროლი აზიაში კიდევ უფრო გაიზრდებოდა და იაპონია საბოლოოდ გაიყოფოდა. და თუ არც ერთი ეს გზა არ იმუშავებდა, საბოლოო გეგმად დარჩებოდა მოკავშირეთა შეჭრა. რაც აუცილებლად გამოიწვევდა უზარმაზარ მსხვერპლს ორივე მხარეს. ამიტომაც არ არსებობს მარტივი პასუხი, რომ მხოლოდ ერთი მოვლენა დაასრულა ომი. იმ დროის ლიდერების დოკუმენტები და განცხადებებიც განსხვავებულია. არსებობს განცხადებები, სადაც ამბობენ, რომ ატომური ბომბი უფრო შეეშინდათ. სხვები კი ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის შეჭრა უფრო დიდი შოკი იყო. არსებობს მემუარებიც, რომლებიც ომის შემდეგ დაიწერა, როცა ზოგიერთი ლიდერი ცდილობდა გაემართლებინა თავისი ქმედებები, ან აერიდებინა პასუხისგებლობა. რაც ნათელია, იაპონია მხოლოდ ჰიროსიმას შემდეგ არ დანებებულა. სიტუაცია შეიცვალა თითქმის ერთდროულად საბჭოთა კავშირის ომის გამოცხადებისა და მეორე ატომური ბომბის თრამოგდების შემდეგ. ამის შემდეგ იმპერატორი ჰიროჰიტო პირდაპირ ჩაერია და გადაწყვიტა ომი დაესრულებინა. ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, იაპონიის ზოგიერთი ლიდერი ატომურ ბომბსა და საბჭოთა კავშირის ომის გამოცხადებას ერთობლივ მიზეზად მიიჩნევდა. ამაც კაპიტულაცია დააჩქარა. ამიტომ, კითხვა მხოლოდ ის არ არის, ატომური ბომბი იყო თუ საბჭოთა კავშირის შეჭრა. უпростоრი იქნება ვიკითხოთ, როგორ გაანადგურა ამ ორ მოვლენამ ერთად იაპონიის ყველა დარჩენილი იმედი. ატომურმა ბომბმა აჩვენა, რომ მათი ქალაქების განადგურება შესაძლებელია. საბჭოთა კავშირის შეჭრამ კი აჩვენა, რომ აღარ არსებობს ქვეყანა, რომელიც შუამავლობას გასცემს და აღარ დარჩა უსაფრთხო მიმართულება, საითაც გაქცევა შეიძლება. 1945 წლის აგვისტოში იაპონიისთვის მხოლოდ ერთი კარი არ დახურულა. ყველა კარი ერთდროულად დაიხურა და როდესაც კაპიტულაციის ფორმალურ ხელმოწერას მოეწერა ხელი 1945 წლის 2 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მაგრამ დაიწყო დებატი, რომელიც დღემდე ცოცხალია.